როგორ შეიძლება გახდეს ერთი წერილი გამოძიების დაწყების საფუძველი. 17 საათი და 53 წუთი საღამოა, როდესაც იგზავნება ეს ელექტრონული პოსტა. 15 ივლისი. ვერასდროს გავიგებდით ეს შეცდომა რომ არა, ვინ ჩამოვიდა, რისთვის ჩამოვიდა და რა უნდოდა ივანიშვილთან. და ვინ იცის რამდენი ჩამოდის ასე. ეს ჟურნალისტური გამოძიება ერთი შეცდომით გაგზავნილი ელექტრონული პოსტით იწყება. წერილის ადრესატი სავარაუდოდ ეკა ხვედელიძე უნდა ყოფილიყო. თუმცა თბილისში საგანგებო მისიით გამოგზავნილი კაცის წერილი, რომელიც ივანიშვილთან შეხვედრის ჩანიშვნას ითხოვდა, სულ სხვა ეკასთან მოხვდა. გამარჯობა ეკა. არანაირი ქალბატონო, არც თქვენობით მიმართვა არაფერი. აი ის წერილი ტოვებს განცდას, რომ ეს არ არის პირველი კომუნიკაცია და რაღაცა წინაპირობა აქ იყო, იმიტომ რომ პირდაპირ ურთიერთანუ უცნობი ადამიანის წერილი არ არის. უცნობ ადამიანს თავს წარუდგენ და მინიმუმ ახსენებ ვინ ხარ, ახარ და რა გინდა. აქ პირდაპირ გადადის შეხვედრის ჩანიშვნის თხოვნაზე და საინტერესოა ივანიშვილს როგორ მიიხსენია. ან ბარის გრიგორიევიჩი კი არა, როგორც რუსულ წრეებში მოიხსენიებენ ან რაღაცა პირდაპირ ბიძინე. კი. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ცოტა ფამილარულიც კი ჩანს ეს შინაარსი თავისი ფორმით. წერილი რუსულ ენაზეა. ეკა ასე მიმართავს სავარაუდოდ ეკატერინა ხვედელიძეს, კაცი, რომელიც მილიარდერის ცოლს ამ შეტყობინებაში თავს მიშა ბულმანის შვილად, ალექსეი ბულმანად წარუდგენს. Говорит и показывает Москва. მიშა ბულმანსა და ბიძინა ივანიშვილს მოსკოვის გზები და რუსული წლები აკავშირებთ. ახლა გეტყვით, როგორ იწყობა ფაზლი. ბიძინა ბულმანი მალკინი. აი ძალიან მოკლე გზა არის, რომელიც ძალიან ცხადად ჩანს ამ ამბავში, ხო? ნავალნის გამოძიებაში პირდაპირ წერია, რომ სწორედ ეს კაცი ბულმანი და მისი ცოლი მარინა იყვნენ მთავარი ფულის გადამალავები მალკინისთვის. ხო და თბილისში ჩამოსული კაცი ადასტურებს პირდაპირ, რომ სწორედ მალკინისგან იცნობენ ბიძინა ივანიშვილი და მამამისი ერთმანეთს. 90-იანების რუსეთში ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი ბანკ რასისკი კრედიტში ვიტალი მალკინი იყო. მათ ეს ბანკი ერთად დააფუძნეს. მოგვიანებით მალკინი პოლიტიკაში წავიდა და ფედერაციის საბჭოს დეპუტატი გახდა. მაშინ ამდენი ქონების ჩვენება ხელსაყრელი არ იყო. ამიტომ მალკინმა აქტივები კანადაში მიშა ბულმანის სახელზე გადამალა. ბულმანი არ არის ხელწამოსაკრავი ფიგურა, იმიტომ რომ როდესაც რუსი ოლიგარქების, ასეთი მასშტაბის ოლიგარქების, სადაც ლაპარაკი არის აბრამოვიჩზე, ძერეპასკაზე, ალიშერ უსმანოვზე, მათთან ერთად ის ქონების ერთ-ერთ გადამალავად სახელდება Forbes-ის სტატიაში. აქ უკვე გასაგებია რა მასშტაბებზე არის ლაპარაკი, ხო? კი, ძალიან ცხადად ჩანს, რომ ეს ადამიანი ხა ერთი შემთხვევა ვთქვათ ეს ნავალნის გამოძიების, მაგრამ არ ვიცით ჩვენ კიდევ ვისი ქონების გადამალვაში მიიღო მან მონაწილეობა, რაც ზუსტად ვიცით, ეს ამ შემთხვევაში დადასტურებულია ამ გამოძიებით. ამ კაცის ფოტო არ არსებობს საერთოდ. ხო, ძალიან დასაიდუმლოებულია, მაგრამ თბილისში ჩამოსული კაცის მამა ნამდვილად ის კაცია, ვიზეც ქონებას მალავდნენ რუსი ოლიგარქები. ალექსეი ნავალნის მხილების ერთ-ერთ სერიაში, რომელიც Forbes-ში გამოქვეყნდა, მიხეილ ბულმანი როგორც რუსი ოლიგარქების ფულის სამალავი ისე ფიგურირებს. მამა ბულმანის სახელით კი иваნიშვილთან შესახვედრად შვილი ბულმანი ჩამოდის. Алло, Миша, здравствуйте. Это не Миша. Это не номер Миша Бульман, Михаил Бульман. Это его сын, Саша Бульман. ახლა ჩვენ ალექსეი ბულმანთან ვрекავთ, იმ კაცის შვილთან, რომელსაც გამოცემა Forbes-ის თანახმად რუსი ოლიგარქები, მათ შორის ივანიშვილის პარტნიორებიც ქონების გადასამალად იყენებენ. თბილისში ჩამოსულმა უმცროსმა ბულმანმა არ იცის, რომ ჩვენ ჟურნალისტები ვართ, ამიტომ ლაპარაკში მოვყვება. ვეკითხებით, ვინ გამოგზავნა და რა მისიით. Саша, вы когда будете в Тбилиси? Вы хотели встретиться с Борисом Григорьевичем? Я здесь уже в Тбилиси. Вы согласовали уже встречу с господином Иванишвили или пока еще нет? Нет еще. Вы отправляли письмо, да, со встречей? Да. Ага, понятно. По какому поводу вы хотели встретиться? Папа хотел, чтобы я встретился. В связи с вашей деятельностью в Канаде, да? Да. Он знает через господина Малкина, наверное, господина Иванишвили, да? Да, конечно. Ага, через Малкина. А где вы проживаете? В какой гостинице? В Windham Hotel. მე მგონი ხალხი თუნდა ეს თუნდა. კი,
ჩემი აზრით ვიზუალურად უნდა ვნახოთ ეს ადამიანი ვინ არის და აბა რას გვეტყვის. იქნებ არ არის საქართველოში და ვიღაცა ტროლავს. ხო, არა, აუცილებლად უნდა ვნახოთ, კი. სასტუმრო ვიცით და როგორც გვეუბნება საქართველოსშია და გადავამოწმოთ. Wiham Grand Tbilisi არის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო თავისუფლების მოედანზე. გუდიაშვილის 3 ნომერში. შაბათის გუნდი ივანიშვილთან საიდუმლო აუდიენციისთვის ჩამოსული კაცის ძიება სწორედ აქ. თავად саша ბულმანის მიერ მითითებულ მისამართზე იწყებს. Windham Grand. Да, вы находитесь там? Да. Можете выйти? Я здесь нахожусь. Да, могу. Дайте мне 5 минут, сейчас спущусь. Хорошо. Хорошо. ოლიგარქის მოსკოველი მეგობრის შულმა არც ამ სატელეფონო საუბრისას იცის, რომ ჩვენ ჟურნალისტები ვართ. Вы имейл посылали, да, чтобы встретиться? Да. Екатерине Ходелидзе послали. Да. რამდენიმე წუთიანი ფარული ვიდეო გადაღებისას პირველივე წამებში ვადგენთ, რომ მიხეილ ბულმანი ივანიშვილთან შესახვედრად მამის სახელით ჩამოვიდა. რას თავაზობს ოლიგარქების ქონების გადამალვაში მხილებული каци, შვილის საშუალებით ივანიშვილს. Папа был близким другом Да. с Борисом, и он сказал, он говорит, всегда про ним разговаривает, он говорит, будешь в Грузии, как-то, если можно было бы выйти, было бы красиво узнать, как у него дела и все такое. Что-нибудь конкретное вы хотели передать? Ничего конкретного, но мы здесь по бизнесу тоже хотели бы встретиться по этому поводу тоже. А, вы собираетесь бизнес делать? Да. მიხეილ ბულმანი იდუმალებით მოცული ფიგურაა. ის საჯაროდ იშვიათად ჩნდება. ბულმანისა და ივანიშვილის კავშირი 90-იანებში მილიარდერის პარტნიორის ვიტალი მალკინის საშუალებით შედგა. ივანიშვილისა და მალკინის ბიზნეს პარტნიორობა ფორმალურად 2004 წლიდან წყდება. მას შემდეგ რაც მალკინმა სახელმწიფო თანამდებობა დაიკავა. თუმცა 2012 წლის მარტში ჯეიმსთაუნის ფონდის ანალიტიკოსი ვლადიმერ სოკორი წერდა, რომ ივანიშვილის ყოფილი უახლოესი ბიზნეს პარტნიორი და ფედერაციის საბჭოს წევრი ვიტალი მალკინი ბოლო დრომდე ივანიშვილის პროექტებში წილობრივად მონაწილეობს. Бизнес-партнером Виталия Малкина был никто иной, как Борис Иванишвили, нынешний премьер-министр Грузии. ივანიშვილის მეგობარი მალკინი არაერთი სკანდალის შუაგულშია. მის სახელს უკავშირდება ანგოლა გეიტსის გახმაურებული საქმეც. 1996 წელს რუსეთსა და ანგოლას ხელისუფლებებს შორის ვალის დაბრუნების შეთანხმება გაფორმდა. რუსეთი დათანხმდა 5 მილიარდიანი ვალი, მილიარდ ნახევრამდე შეემცირებინა, თუმცა ნაცვლად იმისა, რომ ანგოლას ეს თანხა რუსეთის ბიუჯეტში გადაეხადა, ამ ფულის ჩასარიცხად ოფშორში სპეციალურად დაარეგისტრირეს შუამავალი კომპანია. სწორედ ამ საქმის მონაწილე იყო იმ დროს ივანიშვილის პარტნიორი ბანკ რასიისკი კრედიტში ვიტალი მალკინი. საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციების მონაცემებით მალკინმა ამ მაქინაციებით მინიმუმ 50 მილიონი დოლარი მიიღო. ჩვენ არ ვიცით, რა როლი ჰქონდა ამ გარიგებებში თავად ივანიშვილს ან მის ბანკს. Он всегда про него вспоминает, всегда только хорошие вещи говорит. Да. Они сотрудничали, да? Да, в в банке, в русском кредите. В русском кредите, да. И Малкин их... Да. გამოცემა Forbes-ის ინფორმაციით, მალკინი ბულმანს ბრალსდებდა იმაში, რომ ფულის გათეთრებაში მისი მონაწილეობის შესახებ დასავლეთ ცნობები სწორედ მან მიაწოდა. თუმცა, ახლა ვიგებთ, რომ იგივე ბულმანი ივანიშვილთან кавშირებს კვლავაც ინარჩუნებს. Но он давно уже с Малкиным не разговаривает. Это я знаю, Да, скандал был да, большой, да. да. Но Да. с Бединой нет скандалов, Не, да? не Они было. дружат. Да. ბუნებრივია ვინტერესდებით, ბნელი 90-იანების წესებით, საკუთარი ბიზნეს პარტნიორების ხარჯზე ნაშოვნი ფულის შემდეგ, რა საქმიანობას ეწევა ბიძინა ივანიშვილის მოსკოველი მეგობარი ახლა. და რა მისიით ჩამოვიდა მისი შვილი ივანიშვილთან შესახვედრად. ფარული გადაღების შემდეგ ბულმანს ჩვენ ვუთხარით, რომ ჟურნალისტები ვიყავით. Саша, я хочу вам сказать, что правду. Да, it's okay. Я журналист. И ваш мейл не попал туда, где вы слали. Что ваш отец опять будет делать с Бединой Иванишвили вместе? Мы ничего не делаем еще. Еще знаю, что
не делаете, но вы же приехали за это. Не, не за это. Вы же сказали уже, что хотите встретиться с Хотел бы. მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილის 90-იანების რუსეთიდან შემორჩენილი მეგობრიშვილი იგებს, რომ ოლიგარქთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ მედია საქმის კურსშია, მოუცლელობას იმიზეზებს და გაგვირბის. ამ ეტაპზე დაუდგენელია, ვინ არიან საშა ბულმანის თანმხლები პირები, თუმცა ცხადია, რომ ისინი ივანიშვილის რუსული ცხოვრების აჩრდილს, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, ჩვენთან კომუნიკაციის გამოსაყვედურობენ.